საქართველოს ყინულის ჰოკეის ეროვნულმა ნაკრებმა 2025 წლის ყინულის ჰოკეის მსოფლიო ჩემპიონატის მეორე დივიზიონის ჯგუფში ასპარეზობისთვის მზადება დაიწყო. შეკრება თბილისში ახალდაშენებულ საერთაშორისო სტანდარტების ყინულის არენაზე მიმდინარეობს. ჩვენი გუნდი დაკომპლექტდა როგორც ადგილობრივ ჩემპიონატში მოასპარეზე მოთამაშეებით, ასევე ლეგიონერებითაც. ტურნირი გაიმართება 27 აპრილიდან 3 მაისის ჩათვლით ახალი ზელანდიის ქალაქ დანიდინში. გამარჯვებული ნაკრები მეორე დივიზიონის A ჯგუფში დაწინაურდება. გეში ორი ვარჯიში გვაქვს საღამოს და 1 საათიანობით ძალიან კაი პროგრესი დავდებთ ორ კვირაში და კარგ შედეგსაც მივახცევთ. საქართველოს წერს ძალიან კარგ ფორმაშია. შეუძლიათ აბსოლუტურად იმის სოფლიოს მოგება, იმიტომ რომ ესეთი დივიზიონია და ესეთი გუნდებია, რომელთანაც წინააღმდეგობის გაწევა ძალიან მარტივია. ამიტომ მე მგონია, რომ წერს საქართველოს სოფლიოს მოიგებს. ჩვენ პრაქტიკულად შეიძლება ითქვას, რომ წელს ვართ ფავორიტები, შაშან მოგეხსენებათ მეორე ადგილი დავიკავეთ და დავმარცხეთ ბელგიასთან და ახალ ზელანდიასთან, მაგრამ ჩვენ ქონდა მაშინ კლუბში გუნდში გარკვეული პრობლემები შემადგენლობასთან დაკავშირებით და წელს ჩვენი გუნდი საკმაოდ ძლიერია, ჩვენ ამ დამატებული ყავს ახალი მოთამაშეები და ჩვენი გეგმაც და მიზანიც არის გამარჯვება, მხოლოდ პირველი ადგილი.